პარლამენტის წინ აქტივისტი იოსებ ჯანდიერი დააკავეს. დაკავების მიზეზი სამართალდამცავებს არ განუმარტავთ, ის ამ დრომდე იზოლატორში ყავთ. როგორც ცნობილია, პოლიცია მის ადმინისტრაციული წესით აიყვანა. აქტივისტის საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა. ლიზი ვეკუა მოგვიყვება დეტალებს, რა ვითარებაში დააკავეს აქტივისტი და კონკრეტულად რა ედავებიან მას. ლიზი, გისმენთ. გიორგი, შემთხვევა რუსთაველის გამზირზე მოხდა. იოსებ ჯანდიერი სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს პარლამენტის წინ, მაგრამ სანამ ტრადიციული საპროტესტო აქცია გაიმართებოდა და მას ედავებიან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 166 და 173 მუხლებს, რაც გულისხმობს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას, როგორც მისი უფლებადამცველი აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას. იოსებ ჯანდიერს არ განუმარტეს თუ რის საფუძველზე და რა მუხლით აკავებდნენ საპროტესტო აქციის დაწყებამდე. ის ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში, ამის დამადასტურებელი კადრები გადაიგეს თვითმხილველებმა და ეს ვიდეოები გავრცელდა სოციალურ ქსელში, სადაც ჩანს, რომ პოლიციელი ურტყამს იოსებ ჯანდიერს. ის გადაყვანილია წინასწარი მოთავსების იზოლატორში, დიგმის იზოლატორში, სადაც გაატარა 24 საათი და რამდენიმე სავარაუდოდ 48 საათში გახდება ცნობილი, თუ როდის ჩაინიშნება მისი სასამართლო პროცესი. უფლებადამცველი და მისი ახლო გარემოცვლა თვლის, რომ იოსებ ჯანდიერი დაკავებული არის იმისთვის, რომ ის არის ძალიან აქტიური სამოქალაქო აქტივისტი, ის აქტიურად არის ჩართული საპროტესტო აქციებში, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოში ის ესწრება ხშირად სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესებს, ამიტომ უფლებადამცველი თვლის და ასევე მისი გარემოცვლაც, რომ ის დაკავებულია სწორედ ამის გამო და ამით მის დაშინებას ცდილობენ. ის გადაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173 მუხლების ფარგლებში, თუმცა მე მას რომ ვესაუბრე, მისთვის სრულიად გაუგებარია თუ რა საფუძველზე მოხდა მისი დაკავება, რადგან მისი განმარტებით რაიმე წინააღმდეგობას ან და შეურაცხყოფის მიყენებას ადგილი არ ჰქონია. ის ითხოვდა კიდევაც ჩანს კადრებშიც, რომ ითხოვდა განმარტებას, რომ განემარტათ თუ რის საფუძველზე რა მიზეზით ხდებოდა მისი დაკავება, რაზეც პასუხი არ მიუღია. ჩვენთვის ეს და საფუძველი ცნობილი გახდა უკვე ოფიციალური დოკუმენტების გაცნობის შემდგომ. სავარაუდოდ იოსკას შემთხვევაში ადგილი ექნება იმ მანკერ პრაქტიკას, როდესაც 24 საათის ნაცვლად 48 საათით აჩერებენ იზოლატორებში ადამიანებს და ამის შემდგომ ველოდებით, რომ მოხდება მისი სასამართლოში გადაყვანა. ეს იქნება სავარაუდოდ ორშაბათს. იოსებ ჯანდიერი წინასწარი მოთავსების იზოლატორში დიღომში იმყოფება და სავარაუდოდ ხვალ გავიგებთ უკვე მას რა ტიპის სანქციას დააკისრებენ. მისი მუხლები ითვალისწინებს ან ფულად ჯარიმას 3000 ლარამდე ან 60 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას.